მოგესალმებით ყველას, სალამი ყინულიდან. აი გამარჯობა. ისევ გიოსთან ვარ, სათუ არა შევხვდები გიოს, მე ყინულზე. მოკლედ, ისევ შევხვდით ერთმანეთს, რათა ვითევზავოთ. ვისი ამოვნოთ ბუნებით, ვისი ამოვნოთ გავლემოცი. ნამდვილად. იმედია ბუნებას გადაგვიხდის და დაგვაჭერინებს ერთ-ორ თევზს. მოკლედ, კარგი ალექსანდრე, ნუ ხარ თავდაბალი და ის ორ თევზს. 20 მინუტი უნდა მეთქვა. მინიმუმ 20 თევზს. მინიმუმ 20 თევზს. დღეს ისე არ მივდივართ აქედან. ამინდი უკეთესი გვაქვს ვიდეო. უკეთესი არის შედარებით, ქარი მაინც არის, მაგრამ შედარებით უკეთესია. იმედია კიდე ჩაწნარდება და ვასი ამოვნებს. კი ბატონო. კარგი ვიდეო გამოვა, კაი ჩარტყმებით. ჩვენი არხები გამოიწერეთ მეგობრებო, აუცილებლად. ზარისღილაკი გააქტიურეთ, რომ უკეთესი ვიდეოები კიდევ უფრო ამაზე, ეს იქნება ბომბა, მაგრამ კიდევ უფრო მაგრებიც იქნება რა. სეზონი ეხლა იწყება. უბრალოდ ეხლა სეზონი ისეთია, რომ ყველაფერი გაყინული, ამიტომ ვისაც შეუძლია და ვინც იცის აქვს უფლება გამოვიდეს ისე. ვისაც არ ეშინია, ხო, შიში კიდე მეორე ფაქტორია. ისე რომ წავედით რა. წავედით, დავიწყოთ და ვნახოთ როგორი დღე გამოვივა. აბა დარჩით აქზე. მაუ ყინული მომატებული. შეშიო დარჩეს ცხელა. ჯერ ხო? შეცხელა. так, ну ტრადიციულად სანამ დავიწყებ შევხედოთ წყალქვეშ რა ხდება. რა არის? ლუზა. ლუზა. ანუ რუსულად ეძახიან ლუნკა. ახლა რუსული სიტყვა ხო იცით ჩვენ ქართულ ამაში როგორ ძგეს ხოლმე და გადავაკეთე ლუზა. ჩაირთო? კი ბატონო. აბა ჩანვარ მე? კი ბატონო, წავიდა. ოპ. ფსკერამდე ჩავიდა. დავატრიალოთ. თევზი არ ჩანს, მოიცა? რაღაცა დავინახე. თითქოს რაღაცა დგას. ალექსი ჩაუშვებს ახლა კამერას. კამერაში დავათვალიერებ მოკლედ წერტილს. თევზი დგას თუ არა, წესით გამოჩნდება. რაღაცა სიღრმეა. ოპ, ჩავიდა. დავატრიალოთ. არაფერი არ არის. იცი რა ჩვენ მაინც ვიხმაურეთ, ხმაურის დრო შეიძლება. ხო, ახლა თუ აპარაკობთ და ახლო-მახლოს იდგეს და არ არის გამორიცხული. ხო, ახლო თუ იდგება, ხო იცი როგორ არის ხოლმე. დავიწყებთ თამაშს, ჩვენი სატყუარები და შორიდან მოვიზიდოთ. დავიწყოთ ნელა-ნელა. ესეთი ჯოხი მაქვს. ახალი ჯოხია. რბილი წვერით. ხო, მინდა შევცვალო ჩემი კანყალა. წამოსვლისას ახალი მოდელები, ასე ვთქვათ, გავაკეთე. ესეთი ოქროსფერი ორი ცალი და ვერცხლისფერი, მოდი. აი ეს გავუკეთოთ. ოქროსფერი, ვარდისფერი ბურთით. ეს მანათობელია და ესეც მანათობელია, იმ მზეზე იტენება და მე ფოსფორია რა და მე ანათებს. ოკეი, სადა გვაქვს ჩვენი სკამი. შვენი. გატარების პრინციპი. ბოლომდე ჩაუშვათ ფსკერამდე. და ფსკერიდან, ფსკერზეა. ფსკერიდან 1-2 ამოხვევა და აქედან ვიწყებთ თამაშს. ჯერ ინტენსიური ამოკვებით,
რათა თევზმა დაინახოს ჩვენი ყანყალას შორიდან და მე უფრო პასიური გატარებებით, ამორტყმებით. გიო ახალი ყანყალა. ეგ პირველივე ჩაგდებაზე ძმა. სულ ახალი. თაზა დავასველე. კარგია, კილოც. მოვატყუე. ვაუ, თან წითელი ფერი სურებია. ანუ ესეც მანათობელია, ხა ეს ბურთულა რა და ესეც ანუ ნახევარი მანათობელია რა. აი ახლა მზეზე იტენება. და ჩაუშვებ იქ უკვე ჩანს რა, საკაიფო ჩანს რა. კი, შვენიერი. ერთ წუთში შემოვიდა რა, შემოვიყვანე. ანალოგიურად, მიდი. აჩვენე? დაიზდავს. აი გიომ დასვა. საღო, დაიზდომა. გიო მეორე. ან კარგად აქ აღებული. ой, სულ არ ჩავთეთ. 1 2 რა კარგად დაარტყა. რა ხდება? მიდი. მე მგონი დროა ყავა მივირთვათ. მე და გიომ უკვე გავხსენით ანგარიშები. ამიტომ დროა დავასველოთ ჩვენი თევზები. ამისთვის დაგვჭირდება ჩვენი პატარა გაზი, რომელიც შვენივრად ადობებს წყალს. ცოტა ქარიკი არის, მაგრამ თუ რამე აქეთ დავდგავ და აქ ავატუხებ, არც ეგ არის პრობლემა. უცხელი ყავა ყინულზე. მაგას რა ჯობია, მეგობრებო, რა სიტყვით. მე მგონი კარგი უნდა იყოს. ეს წყალი გვეყოფა მე და გიოს. დავაფაროთ ლამაზად, ეს დავხუროთ. ეს აქ დავდგათ. მაინც ქარია და ქარიშლის. ავანთე. ცოტა ბევრია. დავუწიოთ. არის. დავდგათ. დაველოდოთ ადუღებას. აკარგად აღებული ზედატუსზე. აი ნახე დიდი ზომა რო არის, კარგად იწევს რა. აი ხა ესენი პატარები ამოვყარეთ. უშლი ესა. აქ ეს რომელი ყანყალა უკან აქ. ხო, მაგრამ უკან როგორ აქ? არა, ხო. აი ზოგს ჩემსაც ხო აქ ზემოდანაც. ხო, და იმას თავში ვერ ხდება. კარგია. შენი მე რამდენი? ოკეი. ვაგზელებთ. მეგობრებო, პროსტა შეხედეთ. აი ესე იგი, ჩემი ყანყალა ინდონეზე ის არის. მუშა არა, ანუ არაშინია რა. აი ესე ზომასაც კი. მე მგონი ყველაზე პატარა ქორჭილა რა ჩემს ცხოვრებაში დამიჭერია. ვერცა გაჩერდი. უბრალოდ შეხედეთ რა, ანუ ყანყალას წვდება. სასწაული. მაგრამ ჩათვლადია.
არ ყოფილიყოს, ხო კარგი იქნებოდა. იო, აბა, ყავშვიდობისა. ჩემი დილა იწყება ყავით, ხო იცით, შემოგარგება. ყავა ყინულზე, ამას რა ჯობია. სხვათა შორის ძალიან გაცივდა. უცებ. ხო, უცებ. არა და ვითომ ცხელა რა. არ ხარი როა მაგდება. კი. ვაუ, არ ველოდი. ესე მალე გაციებას. ზუსტად 1 წუთის წინ ცხელი. 4 წუთი, 3-4 წუთი. ბრავო. მალე უნდა ვსვათ. ძალიან ცივა შეგარეთ. ალექს 1-0 აქ. ბატონო. არის დარტყმა ბიჭო. ძალიან მაგარი ჩათხოვე. კიდე არის დარტყმა, აუ რა მაგარი დარტყმა. აგე თევზები დავინახე გიო. ახ რამდენია ბიჭო. რამდენი თევზია. რამდენი ქორჭილა დგას ნახე 1 2 3. აგე 3 ქორჭილა დგას, ვაუ, ბრავო. 3 ქორჭილა დგას ძმა. დავა მით გამოიღე დაუ იმას ქენი. დაიჭი. მეც მინდა ვაჩვენო კადრში. კადრში მინდა ვაჩვენო. ვათევი. აგე სად არის? ეგ ქორჭილა სად არის? რა ახლოს მოვიდა, მივაგენით თევს. აგე დგას ქორჭილა. თან ფსკერიდან იყო სადღაც 20-30 სანტიმეტრი. ვა, ანუ ფსკერზე არ დგას მაინც დამიცი. არი. ბრავო. კიდე ერთი, ნუ პატარა ზომებია, მაგრამ ნუ არა უშვებს. რა 3 ხო 1009. ძალიან მაგარია. გიომ გამისტრო 9-8. მე ხო არ დავაყენო უკვე ვერცხლისფერი, ოქროსფერი მობეზდათ. შეიძლება, კი, არ არის გამორიცხული. ფერისვლა მუშაობს ძირითად შემთხვევაში. ეს ვერცხლისფერი 2 გრამიანი მაქვს სუბუქი, უფრო პასიურ თევზე. ხო ტონების მიხედვით მაქვს. ნახოთ. მოიცი რაც უფრო სუბუქი ყანყალა, სხვანაირი თამაშია. ნელა ჩადის და იმას ქორჭილას მოსწონს. ხა. ეს ნელა ჩასვლები. იო! ბრავო ალექს. ვერცხლისფერი მუშაობს. ვერცხლისფერი მუშაობს, კი ბატონო. ანუ დილის საათებში ოქროსფერი. ბიჭო, ნახე რა კარგად ხარბათა. კი, ბრავო, ძალიან მაგრად აქვს აღებული. ამასთან ამ მოდელს ნახე როგორ გავაკეთე. ჩემ არა. ანუ გადადის წითელი მთლიანად რა, ანუ ესე აქვს რა. ხა. ეს მთლიანად წითელი აქვს. მაშინ ეგ 3 წელი ყავს მინიმუმ დასაჭერი მათ. რას დაინახე? კი ბატონო. არა, შეიძლება აქ არიან რა შუაში, ესე ვერ გაიგო. ისე ერთხელ ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. ცოცხალი მოტილის ყიდვა და დაკვება მოტილით. არ არის გამორიცხული რომ მოვიდეს. მაგრამ ეგ უცებში ჭავს. კი, მაგრამ მოაგროვებს თევს. და ესე უცბად არ მაგდენს ვერ შეჭამს ჩემი აზრით. იმიტომ რომ მოტილი რა ჩვეულებრივია. წითელია. მოტილი ბევრად უკეთესია. მოტილი სადვიშობთ. შეიძლება შო. არის. ზამთრის განმავლობაში ზოგადად. ვიცი ხო აქ განსაკუთრებით სავარაუდოდ აქ მოტილი იქნება. იმიტომ რომ ეს ჭაობიანი ადგილია. მოტილი ჭაობიან ადგილებში არის. კი ბატონო. იქნება ამისი ძირითადი საკვები ბაზა. ძირითადი საკვები ბაზა იქნება ზამთარში კი. ოდია. ცოტა ზემოთ ამოუწია და აჩდა. არ გაიჭედა. კარგია. მეორე. შუა ფენაში აიღო. მე კიდევ სკერზე ვეძებ.
ეს რა ფერშია? რაღაცნაირი ფერი აქვს. კარგია. აუ, ქარი როგორ მიშლის ხელს. მეგონი ხელსაწყალები უნდა გავიკეთო. მეც გამეკინა ჩავუძი გავიდი ეხა ისე მოვიდა. ხარი რომ შენ კიდე დაგწხებაო გავიხდითო. იალა, ხაბიბი. Тудаш чагива, да? Опа. Ეხლა მისცეს ნაკოლს. ალექსასთან წვად. საო, ვიო, მართლა გაიზომა. მაჩვენა კარგად? კი. შვენიე. ოპა, გიუშ. კიდე უფრო რეკორდული ზომა, აბა რა. ეს არის კარგი სპორტულ ზომას რო ვეძახით. ნამდვილად. აუ, ცივა. იბადა. ეს კარგისა. თან ახ სად აქ აღებული. შენი 20 ავედი. ოპა, 20-ზე მე რამდენი? მე-19. ოჩოგიო. დღეს წარმატებული დღე გაქვს. აა. ჯერჯერობით. აჰა, მე-20 გიო. მე მგონი ჭამის დროც არ გვექნება რა. გვირჩევნია ისა. გავერთოთ თევზაობით, არა გიო. ჭამას ყოველთვის მოვასწრებთ. ყავა შეიძლება მე ავადუყოთ. კი, ყავა წასვლისას. შოკოლადი დავწყოთ და ის რაღაც რო გაქვს სნექი. ქათმის ბაზარი არა. ბაზარი არა, ენერგიასაც მოგვსოვს და კალორიას. მოსულა. ამა შეხიდი ბოლონდია გადაყო. საო. სუნაგი. მე ხوار დავაყენო. ეგრევე. ოპაო. აი საღოლგიო. კარგი, მეც დავაყენე. კარგი გიო, კარგი. მეც გადავალ ბალანსირზე. აჰა. ბალანსირ? Yes. თან ქვედა კავზე. ქვედაც როცა იღებს, ესე იგი ცოტა პასიური ჩანს რა, ეპარება. რა, კაი ზომაა მართლა. ეხლა უკანა კუძზე. დასვი? კი. ბრავო. ხო, მაგრამ მე მაქვს ისა. 40 პლუსისთვის. ან ისა, ბალანსი, ხო, მძიმეა. არა, არ მინდა. დიდ ველოდები. ოპო, ნახე გიო. როცა ქვემოდან იღებს რა. ესე იგი დგას იმაზე ფსკერზე, პასიურობს და რო ჩერდება მაშინ უტყავს. აუ, რაიო. ეს ბალანსირზე დასვი არ გადამრიო. მან საბავშვო ბაღი მაქვს, შეადარე.
ეს არის ქორჭილის ფერი რა ეს მოსწონს. ეგ რომელი ბრენდია? China. რა ჯდება და ერთსადი. რაღაც $1 პლუს მინუს. საკუთო ბაგიდან გადავიზარდი. ხო, ბიჭო, რაღაცა შემოვიდა თევზი არა? მე მგონი ადგილს მივაგენით პროსტა და სხვა არაფერი. კი, ძმა, მე მგონი იქ ცოტა გვიჭირდა ჭერა. როგორ გვართობს? ო, რა კარგი. ბიჭო! ოპა, გიუშ. კი, საკაი ზომა. საკაი ზომა. პროსტა ეს არის რომ ამოღება არის საჩალიჩო ეხლა რა. თა ტრენინგზე რო ჯდება. აუ, კაი ზომა რა გინდა. ახლა კამერა რო ჩაუშვა, მაგრამ მეშინი არ დავაფრთხო. აუ, რა ტორტმა ისცა. 35. ოპა, ბიჭო არ გამიჭირდა. ოპა, ეს უკვე გიო, ეს არის თევზაობა. დამეთანხმე. ეს ის თევზაობა ჩვენ მეგობრებს რო დავპირდით რა, ვიდეოს დასაწყისში. გამიქცა. ახ, რა ხდება. მეგობრებო, ეხლა არ გეგონოთ რა თქმა უნდა ჩვენ ამ თევზს არ წავიყვანთ. არც გჭირდება, ხო, გაუშვებთ უკან ყველას. შეიძლება 1-2 წავიყვანოთ, ისიც იმაზეც ვფიქრობთ. შეიძლება სულ არ წავიყვანოთ. გიო აპირებდა თევზს შევწავო, მაგრამ მე მგონი დრო არა გვაქვს ამის. საღო გიო, საღო. ამას ხია ჭერა. აბა გავაგრძელოთ. არა, მე ვათამაშე. არა, ნუ ვათამაშებ, მაგრამ ზოგადად, აი, ჩას უაგე ეგრევე ვიტყვის. აუ, სად გაიჭეთ? არის. საი ამოღება რა. სირის მინუსი ეს არის. აი მეგობრებო, მე არ თქვათ რომ თევზი მიყავთ, ანეგზომა. ეხლა მოდი მომეხმარე, აქ ბევრია. არ არის ცოტა. კი. ასე რომ აი, რამდენი ხანი 1 საათზე მეტია ყინულზე არიან და აჰა, ცოცხლები არის ყველა. ოპა, გიო, აუ. აი ზომა იყო? კი, ნორმალურად. მეგობრებო, ყავა დავლიეთ მე და გიო, გავთვით და იწყება მეორე სესია. მეორე სესია. დღის მეორე სესია. всё, კამერა ხოცია. დავაკენოთ. დასი, ბრავო ალექს. ბიჭო, რა ხდება? წერ შეხედე, გიო. წერ შეხედე. უარ ხადა. მოსად ესა ჩალიჩია რა, ესა ბალანსი რა, ეს უნდა იყოს. ნახე, გიო. ეგრევე ხო? პროსა რას უშვებია? აუ, ბოდიში და აუპატიურებენ წვერს. კარგი. აი, სულ აღარ ვიხმაუროთ, დავიწყოთ. სასწაული ჭერა. ბიჭო, არ ეტევა. გიო დროზე დამეწიე. აუ, პროსა ეს მოხსნა რა, ამაში დრო მიდის რა. ბალანსირის ხევა. მეთიმახეს უზა გაამართე. ოპ, დაკმაიტო. არის დაკმა. აგნიშნული თევზი არის. ასე
გასაგები ეკონომიკად მიწაზე საქართველოს გვერდზე უნდა გადავდეთ თევზი არ გადავდოთ იმისთვის რომ big fish ეს რა პატარა ამასობაში 49 ეხლა მაინც დაწყნარდეს რა ეს მეოთხე ისევ გადავეწყე ყანყალაზე ბალანსირზე რაღაცა გაპასიურდა ყანყალაზე აი 4 წალი ამოვყარე ერთ უზიდან არის ხელაზე დამირტყა აი კიდე ეს არ იყო არა მათ კიდე უნდა იყოს მაგრად დამირტყა მგონი ეს იყო კიდე მიდი stop recording მოდია არ მიშკამ ჩაყვითა ისე ვითო 4 წალი პატარა მაგრამ ჩათოლადი მოდიაკ შენ მაწვალებ ამდენი ხანი ჰა ოხშე გაიწერა ოპა კარგი ზომა ბრატ რასლაპარაკ იცი როგორ დამირტყა გიგო კი არ დამირტყა ხო ჩავიდა წაიღო რა ეგრევე წაიღო ნახე რა ზომა თან სავსეა კვირთით ხა მოგაბერელი მუცელი აქვს აბა ოპაც ნუ ეს პატარა კი ბატონო უი არ დამიწკაპუნია 1 2 აბა ესეც ასე რა შვენიერი თევზაობა და შვენიერი დღე გამოვიდა ჩემო კარგებო ჩემო მეგობრებო ვისი ამოვნეთ ბუნებით ვისი ამოვნეთ ჭერით ამიტომა ცოტა ვერ შეგვიწყო ხელი ისე ხარი იყო მაგრამ როგორც ყოველთვის რატომღაც ემთხვევა მე და გიო შეხვედრას მაგრამ არ დავნებდით ვიყავით ჯერ ერთ წერტილზე იქ ვიჭირეთ თევზი ნორმალურად მე ვიარეთ ვიპოვეთ ახალი პოტენციური ადგილი და რა ჭერა იყო სასწაული რა 100-ზე მეტი თევზი დავიჭირეთ რა მეგობრებო ძალიან მაგარი დღე იყო ძალიან მიხარია რომ გიოსთან ერთად ისევ გამოვედი სათევზაოდ ხაზს გაუსვენ იმას რომ ეს უკანასკნელი თევზაობა არ იქნება კიდე ბევრჯერ გამოვალთ არა მარტო ყინულზე სხვა სტილის თევზაობებზე იქნება ეს ფიდერი იქნება ეს ტივტივა ნუ მეც კარგად ვიცი ეგ სტილები და ნუ გიო ხო საერთოდ ოსტატია მაგ საქმეებში ხო
მეგობრებო, არ გემშვიდობებით, უბრალოდ გეუბნებით დროებით და შევხვდებით მომდევნო თევზაობაზე. გავუხსნით ერთმანეთს და თუ ვინმეს გიოს არხი ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი, არ დაელოდოთ არც ერთ წამს გამოიწერეთ, ნუ ჩემი არხიც რავი. აუცილებლად. პირველ რიგში ალექსის არხს ვიწერთ. ხო, კარგი მადლობელი ვიქნები თუ დარჩებით ჩემ არხზე, უყურებთ შენ ვიდეოს, რავი. მატიოსანი მეთევზეები ვართ და გვეკუთვნის ხალხის გვერდში. მე უბრალოდ ვერ ჩავერთ ახლა კარგად თევზის დაჭერა გაიგო. მიდი. ლაპარაკში. გაგირვის, ნახე, გაგირვის. უღავში ვარ ვეღარატები ლაპარაკში. გაგირვის. წარმატებები ყველას არხები აუცილებლად გამოიწერეთ მეგობრებო. დავაფასოთ ჩვენი შრომა, იმიტომ რომ რეალურად ბრავო, ისეთი დამშვიდობებისთვის. საღოლგიო, საღო. დღეს მაგარი თევზაობა გქონდა ძმა. იმიტომ რომ რეალურად საკმაოდ რთულია, თან ითევზაო, თან გადაიღო და მით უმეტეს ესეთ პირობებში, ამიტომ დააფასეთ ჩვენი შრომა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება და კომენტარებსაც თუ დაგვიწერთ ხოლმე ძალიან კარგი იქნება. თუ რამე პრეტენზიები გაქვთ და რამე არ მოგეწონათ, ეგეც დაწერეთ, შევეცდებით გამოვასწოროთ და უბრალოდ ვერ გეტყვით ბოდიში. ხო, ადგილი ადგილზე მაგვაპატიეთ. აბა წარმატებები. წარმატებები და კარგად. მაგრად.